House Lannister ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ძლიერი და საშიში საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ კასტერლი როგში, უზარმაზარ ციხესიმაგრეში, რომელიც ოქროს მაღაროებითაა გარშემორტყმული. სწორედ ამ სიმდიდრემ აქცია ლანისტერები ვესტეროსის პოლიტიკის მთავარ ძალად. მათი ცნობილი სიტყვებია Hear me roar, თუმცა ბევრს უფრო სხვა ფრაზა ახსოვს Lannister always pays his debts, ეს სახლი ძალაუფლებას, ფულსა და გავლენას ყველაფერზე მაღლა აყენებს. ლანისტერების ლიდერი Tywin Lannister იყო ცივი, გენიალური და დაუნდობელი სტრატეგი. მან საკუთარი ოჯახი ვესტეროსის ყველაზე გავლენიან სახლად აქცია. ტაივინისთვის მთავარი ოჯახისა და სახელის ძალა იყო, ხოლო სისუსტეს არასდროს პატიობდა. მისი შვილები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. Cersei Lannister ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდის და ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე საშიში მმართველად იქცევა. Jaime Lannister, რომელსაც მეფის მკვლელს ეძახიან, თავიდან ამაყ და ეგოისტ რაინდად ჩანს, თუმცა დროთა განმავლობაში იცვლება. ხოლო Tyrion Lannister ოჯახში ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ფიგურაა, რომელიც ხშირად საკუთარი ოჯახის წინააღმდეგაც კიდგას. ლანისტერების არმია ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად ითვლებოდა. მათ 10,000-ობით კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი ჰყავდათ, ხოლო ოქრო მათ საშუალებას აძლევდა ომები ფულითაც მოეკოთ. მათი სიმბოლო ოქროს ლომია, სიამაყის, ძალისა და დომინაციის ნიშანი. მიუხედავად უამრავი მტრისა, ლანისტერები წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ რკინის ტახტს და ვესტეროსის ბედს. House Lannister ისტორიაში დარჩა როგორც ოჯახი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალაუფლება ხშირად უფრო საშიში იარაღია, ვიდრე ხმალი.